გია ხუხაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოგითხეს საქმე ეხება ირანული გავლენების თუ ტერორიზმის კონტექსტში სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებას. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე მსგავსი გზავნილები რომ საფრთხის შემცველია, გამოკითხულმა თავადაც დაადასტურა. ხუხაშვილის გარდა ანალოგიური მიზეზით უწყებაში დაბარებულები იყვნენ გუბა სანიკიძე, თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და ვახტანგ კაპანაძე. რატი მეტრეველი გიამბობთ. მუსტაფას უნივერსიტეტი იქ ამზადებენ ესე რომ ვთქვათ აქტიური მოქმედებებისთვის დაჯგუფებებს. გავიდა ინფორმაცია რომ თითქოს ამ უნივერსიტეტს აქვს 3 ფილიალი საქართველოში. გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ იგივე ამ ცენტრებში მომზადებას გარკვეულს და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ტერაქტების სერია დაიწყოს, რა თქმა უნდა. ეს ის განცხადება, რომლითაც ბოლო დროს გააქტიურებულ საინფორმაციო კამპანიაში გია ხუხაშვილი ჩაერთო. ეს განცხადებაც იმავე გზავნილებს მოიცავს, რომლებსაც თითქმის ყველა სხვა ტერორისტული უნივერსიტეტი საქართველოში ირანული გავლენები და სანქციების გვერდისავლაში დახმარება. მეტიც დაანონსა მოსალოდნელი ტერაქტების სერიაც. სწორედ ამიტომ განცხადების ავტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. შესვლამდე ამბობდა, რომ სუსი ამ გამოძიებით საზოგადოების დაშინებას ცდილობს. მე ვფიქრობ საზოგადოების დაშინებას, რომ ეს თემა მოკლა. 4 საათიანი გამოკითხვის შემდეგ კი მისგან სულ სხვა ტონი მოვისმინეთ. პრეტენზია არაფერი არ მაქვს, ძალიან კონსტრუქციული საუბარი იყო. გამოძიების ძირითადი ნაწილი შეეხება შესაძლო საფრთხეებს, ესე რომ ვთქვათ, ირანიდან მომდინარე. ხუხაშვილი მისი საჯარო გზავნილების საფუძვლად მისეულ ანალიზს ასახელებს, მოტივად კი საკითხით სუსის დაინტერესებას. ეს იმ ფონზე, როცა სუსმა დაადასტურა, რომ განცხადებების ავტორებს საგამოძიებო უწყებისთვის ამ თემაზე არასდროს მიუმართავთ. განსხვავებით სხვა ავტორებისგან ხუხაშვილი ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე მსგავსი შინაარსის განცხადებები ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. ამ განცხადებების საფრთხეებს ვერ ხედავთ დღევანდელ ვითარებაში. საფრთხეები არის, რა თქმა უნდა, განცხადებებიდანაც ემსახურება ზუსტად იმას, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რაზეც მე ვსაუბრობ. რომ მიმართოთ უსაფრთხოების სამსახურს და საჯაროდ არის საუბრობთ ამ. თქვენ რა იცით, რომ იგი მართავთ აქამდე. ჩვენ ვიცით სუსისგან, რომ არასდროს მიუმართავთ ამ განცხადებების ავტორებს მაგთვის. მე ახალ სულს დღეს ვერაფერს ვერ ვეტყობი. სამაგიეროდ საჯარო გზავნილებში საფრთხეს ვერ ხედავს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მიიჩნევს, რომ მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე სუსი განცხადებებით არ უნდა დაინტერესდეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ლევან სანიკიძე, მხოლოდ მამის განცხადებას იცნობს. არ ვიცი, მე ყველას განცხადებას არ ვიცნობ, მაგრამ უშუალოდ გუბა სანიკიძის განცხადებებთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადება არ გაკეთებულა. საჯარო განცხადებები, კვლევები თუ ანალიზები ქართული ოცნება მწვავე საბრძოლო მოქმედებების ფონზე წამოწყებული კამპანიის უკან ბევრად უფრო სახიფათო მიზნებს ხედავს, ვიდრე ამას ავტორები ამჟღავნებენ. ჩვენ ყავს, ასე ვთქვათ, ადამიანების მოლაპარაკე თავების, ასე ვთქვათ, მთელი კოჰორტა, რომელთა მიზანი არის, რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, სადმე ომია, სადმე სისხლისღვრა არის, რომ ეს ყველაფერი დაუკავშირონ საქართველოს და საქართველო აი ამ, რო ვიტყვიან, ცუდი ამბების თანამონაწილე თუ გამზიარებელი გახადო. ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არ უშვებს შესაძლებლობას ხელიდან და ცდილობს, რომ აი ამ უკიდურესად ტურბულენტურ დაძაბულ გარემოში და ვითარებაში როგორღაც საქართველოს აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, გარეული და ის საფრთხეები, რომელიც დღეს არის მაქსიმალურად განეიტრალებული, ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგად პირიქით უფრო მეტად გამძაფრდეს და სერიოზულ რისკებად იქნეს ქცეული. სახიფათო საინფორმაციო კამპანიის ირგვლივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. გამოიკითხა ყველა, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა. გამოსაკითხი დარჩა გივით არგამაძე, რომელიც ახლა საქართველოში არ იმყოფება.